კახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა. სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებულია სანიტარული კვანძები და პანდუსები. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მოეწყო გარე სივრცეები და მოედნები. სამივე სკოლის მშენებლობა რეაბილიტაციის სამუშაოების ჯამური ღირებულება 12 მილიონი ლარია. ახალი სასწავლო სივრცეები მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცეს განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა. ჩვენი მომავალი თაობის განათლებაზე სრულობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ჩვენს რეგიონში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესი. კახეთის რეგიონში 3 ახალი სკოლა გავხსენით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით განახლდეს სკოლები, არამედ შინაარსებრივად შევხვდით სკოლის პედაგოგებს, ჰქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი მსჯელობა სხვადასხვა საჭიროებო საკითხებზე. დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში გაიხსნა ახალი სკოლა, აშენდა ახალი სკოლა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არის სოფლისთვის. აქვე მინდა დავძინო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი საქობო სკოლა და რა თქმა უნდა ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემოალოვანი სკოლა. ჯამში ეს არის 12 მილიონიანი ინვესტიცია, რაც მნიშვნელოვანი არის რეგიონისთვის,